განვაგრძელოთ რადიომედის პირდაპირ ეთერში მუშაობას და ჩვენ ახლა გამოვეხმაურებით პირადობის ახალ ელექტრონულ მოწმობებს, მათი გაცემა უკვე დაწყებულია, როგორია მათი ვიზუალური, შინაარსობრივი უსაფრთხოების ელემენტები, ამ თემაზე სასაუბროთ რადიომედის სტუდიაში ჩვენ სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს თამთა ფეთვიაშვილს მასპინძლობთ. გამარჯობა. მოგესალმებით. მადლობა სტუმრობისთვის. თამთა ჩვენ რამდენიმე ხნის წინ აქ საუბრობდით ახალ პასპორტებზე, რომლის ვიზუალიც აღნიშნე რომ ძალიან საინტერესო მომხიბლავი და მოსაწონია, იმიტომ რომ პასპორტი ზოგადად ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია ქვეყნისა, სახელმწიფოებრივი ატრიბუტიკა და ნებისმიერ ქვეყანაში თუნდაც პასპორტით შეიძლება იმ ადამიანს, ვინც არ იცნობს საქართველოს, აუხსნა კიდევაც რა არის, როგორი კულტურის მატარებელია და ასე შემდეგ. ელექტრონული მოწმობის დიზაინიც, როგორც ვიცი, ამ ელემენტებს ასევე შეიცავს, საინტერესოა მისი უსაფრთხოების კუთხით შესაძლებლობები და ამდენწლიანი პაუზის შემდეგ განახლებული ელექტრონული მოწმობა როგორია, ძირითადად დავიწყოთ ალბათ საუბარი პირველ რიგში იმითი თუ რითი გამოირჩევა და რა არის, რა განასხვავებს, რა უნიკალურობა აქვს მას წინამორბედისგან განსხვავებით. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. მიხარია რომ თქვენი ეთერის საშუალებით ამჯერად გვაქვს შესაძლებლობა ვისაუბროთ ამ განახლებულ საიდენტიფიკაციო მოწმობებზე. ეს არ არის ისეთი ამბავი, რომელიც ყოველწლიურად ან ყოველდღიურად ხდება, შესაბამისად ისეთი ისტორიული ფაქტის მომსწრენი ვართ ყველა, რომ სახელმწიფომ დანერგა ახალი თაობის მაღალტექნოლოგიური სრულიად განახლებული, როგორც ტექნოლოგიური თვალსაზრისით ისე დიზაინის კუთხითაც, საიდენტიფიკაციო დოკუმენტები, რომლებიც საბოლოო ჯამში ეს დიდი განახლება საბოლოო ჯამში ემსახურება დოკუმენტის სანდოობის, უსაფრთხოების გაზრდას. ასევე იმას, რომ დოკუმენტი მაქსიმალურად დაცული იყოს გაყალბებისგან, არამიზნობრივი გამოყენებისგან, არასანქცირებული წვდომისგან. ჩვენი პირადობის ელექტრონული მოწმობა განახლებულია დამცავი ნიშნებით, ბევრად ათეულობით დამცავი ნიშანი არის დატანილი, ზოგი არის თვალით ხილული, შეიარაღებული თვალით. ისეთი რაც ჩვენც ვერც გავიგებთ დანარჩენი. შეიარაღებელი თვალით არის ნაწილი შეიარაღებული თვალით ინფრაწითელი ან ულტრაისფერი სხივების დანათების შედეგად ხილულია და რეაგირებს შემოწმების და დათვალიერების შედეგად. ვიზუალურად არის განახლებული, დატანილი არის ახალი სიმბოლოები, მთავარი არის რომ სრულიად ვიზუალს თუ შევეხები პირველად და აქცენტს მაგაზე გავაკეთებ არის სრულიად ქართულ მოტივებზე, ქართული ეროვნული კულტურული სიმბოლოები არის გამოყენებული დამცავ ნიშნებად, დამატებული არის დროშის ელემენტი, რაც ჩვენ წინა პირადობის მოწმობის დიზაინში არ ქონდა გათვალისწინებული და ამჯერად ორ ადგილზე არის საქართველოს დროშა დატანილი, ერთ-ერთი მათგანი ოპტიკური იდენტიფიკატორიც არის და შესაბამისად დამცავი ნიშანიც არის, ფრიალის ეფექტით არის, ანუ ორმაგი დანიშნულების. დიახ, ორმაგი დანიშნულება აქვს და რაც კიდევ უფრო ამყარებს იმას, რომ გაყალბებისგან იყოს დოკუმენტი დაცული. და გვაქვს კიდევ სიახლე QR კოდი. ხო, QR კოდით რა შესაძლებლობა გვემატება თუ ეს უბრალოდ QR კოდის სპეციალური წამკითხველი აპარატის მქონესთვის არის დამატებითი ინფორმაციის მიღების საშუალება? QR კოდი არის სიახლე არა მარტო დიზაინში, არამედ ტექნოლოგიური თვალსაზრისით უსაფრთხოების კუთხითაც და პერსონალური ინფორმაციის მეტად დაცვის კუთხით, ანუ სტანდარტის ამაღლების კუთხით, რადგან მოგეხსენებათ ჩვენ პირადობის მოწმობაზე წინა შემთხვევაში ძველ დოკუმენტებზე ქონდა შესაძლებლობა სხვადასხვა სტატუსი, პირის სტატუსი, მაგალითად თუ სტუდენტი იყო პიროვნება, სტუდენტის სტატუსი ამოტიფრული ყოფილიყო, დაგვეტანა გარედან ვიზუალურად, იგივე იყო შშმ პირის შემთხვევაში. მხოლოდ ბაზაში შეხედვით იყო? ბაზაშიც იყო და ვიზუალურადაც იყო პირადობაზე დატანილი, მაგრამ როცა პიროვნება აღარ იყო სტუდენტი, ანუ შეიძლება დამდგარიყო ფაქციაში რომ პირადობის გამოცვლა დასჭირვებოდა. ან ეს ინფორმაცია იყო ძველი ინფორმაცია, ანუ სტუდენტი ეწერა და ფიზიკურად აღარ იყო ეს მონაცემი აქტიური და 10 წლის განმავლობაში არაწორად ეწერა. იგივე არის შშმ პირების სტატუსის შემთხვევაში. ამჯერად ჩვენ ეს ინფორმაცია შევიტანეთ QR კოდში. გარდა ამისა, QR კოდზე ხელმისაწვდომია ინფორმაცია რეგისტრაციის მისამართის შესახებ, რაც აქამდე არ იყო ხელმისაწვდომი, რომელიც ნებისმიერი არა მარტო წამკითხველის, ნებისმიერი მოწყობილობის დანათებისას, მათ შორის ტელეფონის დანათებისასაც გადაიყვანს
დაინტერესებულ პირს ჩვენს ვებგვერდზე, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე და უახლესი განახლებული ინფორმაცია იქნება ხელმისაწვდომი. აქტიური არის თუ არა ეს სტატუსი, დოკუმენტი არის თუ არა აქტიური და მისამართიც მათ შორის თუ ადამიანი იცვლის მისამართს, ეს არ იქნება ძველი მისამართი, იქნება ახალი უახლესი ინფორმაცია. ანუ მოწმობის გამოცვლა თუნდაც სტატუსის შეცვლისთვის არ არის საჭირო, იმიტომ რომ QR კოდი უკავშირდება პირობითად ვებგვერდს, სადაც ონლაინ რეჟიმში მოხდება ცვლილება და რაც დარეგისტრირდება თქვენთან, ის ავტომატურად აისახება აქ და ერთი და იგივე საბუთი დარჩება. გასაგებია. უბრალოდ კითხვა მაქვს შემდეგია, ეს QR კოდის ელემენტი მისამართის დეტალიზაციით რა დროს გამოყენებადია, რა საჭიროებისაა, თქვათ, სამართალდამცველებისთვის არის ეს კომფორტული თუ რა გამოცდილების საერთაშორისო რა ბაზაზე გვაქვს? ნებისმიერი სახელმწიფო სერვისის მისაღებად შეიძლება სხვადასხვა სერვისი დაჭირდეს ადამიანს. ჩვენ ვიცით, რომ სტუდენტის სტატუსის მქონე პირებს, შშმ სტატუსის მქონე პირებს სხვადასხვა შეღავათები აქვს. სახელმწიფო უწყებებში ინფორმაციაზე ადვილად მიუწვდებათ ხელი. დიახ, და ჩვენ აქამდე რაღაც წასვლა, ცრობის მოტანა და ამ შემდეგ ეს ელემენტიც ამოღდება. დიახ, ნამდვილად ნებისმიერი სახელმწიფო სერვისი, იქნება თუ კერძო სერვისი, სულეთია, შეიძლება საბანკო სერვისი იყოს, სადაც საჭირო არის პირის მისამართი ან სტატუსი, არის თუ არა სტუდენტი, არის თუ არა შშმ პირი, იგივე შეღავათების მისაღებად, სხვადასხვა სერვისის მისაღებად, ეს ინფორმაცია არის გადამოწმებადი, სრულიად ახალი, ანუ მეტად სანდო გახდა, იმიტომ რომ ინფორმაცია არის უახლესი ანუ აქტიურ რეჟიმში განახლებული. ხო, ანუ აქტიურ რეჟიმში არის ონლაინად ხელმისაწვდომი განახლებული ინფორმაცია. და როგორც ნახე, მფლობელის მოთხოვნით სტატუსის ელემენტი და მისამართის ელემენტი შეიძლება დაეტანოს, შეიძლება არა? თუ ყველაზე არის ეს? მოთხოვნის შემთხვევაში, დიახ, შეგვიძლია ავსახოთ ეს ინფორმაცია. დიახ. ერთხელ თუ მოითხოვა და აისახება, შემდეგ გაუქმების უფლება აქვს? არ აქვს ეს ელემენტი როგორ არის? გაუქმების უფლება რა თქმა უნდა აქვს, ეს ინფორმაცია ნახეთ, სახელმწიფო უწყებები ერთმანეთთან ბაზების მეშვეობით სრულ მუდმივად თანამშრომლობენ, ბაზების მონაცემთა მიმოცვლა მუდმივად ხდება. შესაბამისად, სხვადასხვა ჩვენი კოლეგა უწყებების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ეს მონაცემები არის მუდმივად განახლებადი. მოკლედ ამ კუთხით ფრიად თანამედროვეა. ნამდვილად. უსაფრთხოების კიდე რა ელემენტები აქვს? უსაფრთხოების ელემენტი მაგალითად რაც ჩვენ წინა დოკუმენტში არ ხვდებოდა წეგან დროშაც აღნიშნე, რომელიც არის იდენტიფიკატორი, ასევე არის კინეგრამი, ერთ-ერთი უძლიერესი დამცავი ნიშანი, რომელშიც ხოთაშორის გამოყენებულია ჩვენი ისტორიული, კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთი სიმბოლო. ასევე გვაქვს დამცამი ძაფი, აი ძაფს ვეძახით ამ ჰოლოგრაფიულ ძაფს, რომელშიც სხვათაშორის ჩვენ პასპორტზეც გვხვდება და ვისაუბრეთ მაშინ, რომელშიც დატანილი არის უნიკალური საქართველოში აღმოჩენილი უძველესი უნიკალური პიქტოგრამები, რომლებიც გამოყენებულია დამცავ ნიშნებად, შესაბამისად დოკუმენტი კიდევ უფრო გაძლიერებულია, დაცულია გაყალბებისგან. უნიკალურია ისედაც ეს პიქტოგრამები და შესაბამისად მინიმალურია შანსი, რომ ვინმე შეძლოს ამის გაყალბებას მისი უნიკალურობიდან გამომდინარე. ჩვენ გასაგებია რომ გარკვეული ევროპული ვალდებულებები გვაქვს საერთაშორისო უმაღლესი სტანდარტებისკენ მივისწრაფით ბევრი მიმართულებით და პირადობის მოწმობის ეს საბოლოო ფორმა რამდენად შესაბამისობაშია თქვათ ულტრათანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებთან ამ კუთხით როგორია მისი მონაცემები? დიახ, ნამდვილად ასე არის, შესაბამისობაში კიდევ უფრო მოვიყვანეთ დოკუმენტი, მოგახსენებათ ისე გავიდეს შეიძლება ათწრეულები, რომ არ იყოს დოკუმენტის აიდენტიფიკაციო დოკუმენტი, იგივე სამგზავრო დოკუმენტების განახლება შესაძლებელი, ამჯერად ჩვენ რაკი დღის წესრიგში დადგა მსოფლიოში ტექნოლოგიური განვითარების კვალდაკვალ ჩვენი საიდენტიფიკაციო დოკუმენტების განახლება, გაძლიერება და ახალ თაობაზე გადასვლა, შესაბამისად ის საერთაშორისო თანამედროვე სტანდარტები რაც ამ ეტაპზე არის დადგენილი და განსაზღვრული, სრულიად არის გათვალისწინებული. მაგალითად, პირველ რიგში ვიტყოდი გაეროს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის, რასაც ICAO, ანუ ICAO სტანდარტები, რომელიც ადგენს საიდენტიფიკაციო სამგზავრო დოკუმენტების სპეციფიკაციებს. ეს ძალიან ტექნიკური სტანდარტებია, სიღრმეებში არ ჩავალ.
თითოეული დოკუმენტი რა მონაცემს უნდა შეიცავდეს, რა ტიპის ნიშანს უნდა შეიცავდეს და ასე შემდეგ იქ შრიფტებიდან დაწყებული აი ესეთი ძალიან წვრილმანი დეტალებიც კი გაწერილი აქვს ამ იკაოს. შესაბამისად იკაოს უახლეს სტანდარტებს შეესაბამება ჩვენი დოკუმენტი და ამას გარდა რა თქმა უნდა შეესაბამება ასევე ევროკავშირის საბჭოს რეგულაციებს, სხვათა შორის 2025 წლის ზაფხულის განახლება არის, მაგალითად ის, რომ ჩვენი საიდენტიფიკაციო დოკუმენტები, ზოგადად საიდენტიფიკაციო დოკუმენტები უნდა შეიცავდეს როგორც ადამიანის გამოსახულებას, ისე თითის ანაბეჭდს. და ჩვენ სწორედ ეს ახალი სტანდარტი საერთაშორისო უახლესი, რაც არის გათვალისწინებული გვაქვს ჩვენი პირადობის მოწმობის შემთხვევაში და როგორც პასპორტზე იყო აქამდე ბიომეტრიული მონაცემი თითის ანაბეჭდი, ანუ პირადობის მოწმობაზეც დაემატა ეს სიახლე. ჩვენი პირადობის მოწმობებისთვის, ასეთი რამ არ ქონია. სიახლე არის პირადობის მოწმობასაც დაემატა თითის ანაბეჭდი. ესეც არის როგორც გითხარით უახლესი საერთაშორისო სტანდარტი, რომელსაც ასე ვთქვათ, ავუწყოთ ფეხი, რომელიც საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, ემსახურება თითოეული ჩვენგანის საქართველოს მოქალაქეების თავისუფალ გადაადგილებას, მათი უფლებების დაცვას იმ კუთხით, რომ მათი დოკუმენტი არ იყოს არამიზნობრივად გამოყენებული, დაცული იყოს არასანქცირებული წვდომისგან და ასევე ჩვენ დავამატებდი ჩვენს პირადობას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია, ეს აქამდეც ჰქონდა სანდოკვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის ფუნქცია, რომელიც მოითხოვს იმას, რომ დოკუმენტი იმდენად სანდო იყოს და იმდენად დაცული იყოს გაყალბებისგან, რომ არასანქცირებული წვდომა არ მოხდეს და პიროვნების ვისაც ეკუთვნის პირადობის მოწმობა, ნამდვილად იმ ადამიანის ელექტრონული ხელმოწერა იყოს დაფიქსირებული. შესაბამისად, ასეთი ფუნქციური დატვირთვით როცა არის დოკუმენტი, შესაბამისად აუცილებელი არის, რომ უახლეს სტანდარტებზე და მეტი დაცულობით იყოს წარმოდგენილი და მეტი უზრუნველყოფილი იყოს მეტი დაცვა და სტანდარტებთან შესაბამისობა. აქედან გამომდინარე, ნამდვილად განახლებულია იმდენად, რომ უსაფრთხოების სტანდარტები არის ბევრად მაღალი და გაძლიერებული. ჩვენ როდესაც პასპორტზე ვსაუბრობდით, იქაც აბსოლუტურად სხვა კონცეფციისა მივიღეთ პასპორტი, ეს ხდება, ასე ვთქვათ, საერთაშორისო მიმოსვლისთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტის ვიზუალს, ხო, მისი დიზაინი, ელემენტები, რაც ნამდვილად კარგია და ალბათ ერთ-ერთი გამორჩეული პასპორტი იქნება მსოფლიოში და როგორც ხვდები, ერთგვარი გამოძახილია პირადობის მოწმობაც სწორედ ამ კონცეფციასთან. რა აქვთ თითის ანაბეჭდის გარდა ვიზუალის თვალსაზრისით, კიდევ რა აქვთ ერთობლივი ხაზისა, როგორც ხვდები, სტრატეგიულად თავიდან როცა მუშაობდა ჯგუფი, ალბათ რაღაც ერთიან კონცეფციაში განიხილავდა ორივე დოკუმენტს და არა ცალ-ცალკე. დიახ, რა თქმა უნდა, ნამდვილად ასე არის. წეღანი აღნიშნა ჰოლოგრაფიული დამცავი ძაფი, რომელიც მეორდება პასპორტსაც და პირადობასაც ერთნაირი აქვს. ასევე იდენტიფიკატორი, მაგალითად Fuse ID, რომელსაც ვხედავთ როგორც პასპორტზე, ისე პირადობაზე, ესეც არის კიდევ ერთი დამცავი ნიშანი, რომელიც მეტად იცავს დოკუმენტს გაყალბებისგან. ჩვენ კინეგრამი, გელათის მონასტრის სიმბოლო, ორნამენტი გამოყენებული გვაქვს როგორც დამცავი ნიშანი პასპორტშიც და პირადობაშიც. და რა თქმა უნდა, ფრიალის ეფექტით მქონე ჩვენი იდენტიფიკატორი დროშა, ჩვენი ქართული დროშა, რომელიც როგორც თქვენ აღნიშნეთ, ორმაგი დატვირთვით არის, როგორც დამცავი ნიშანი, ისე რა თქმა უნდა, ჩვენი ეროვნული სიმბოლო ჩადებული არის როგორც ვიზუალურად, ისე დამცავი ნიშნის კუთხით ჩვენს საიდენტიფიკაციო განახლებულ დოკუმენტებში ორივეში. შეიძლება? რა თქმა უნდა. პასპორტით, როგორც ვაკვირდები, ამ შემთხვევაში იმდენად რაღაც ასოციაციურია ვიზუალიზაცია ერთმანეთთან გამოძახილშია, რომ თქო პასპორტი არის ID ბარათის რაღაც უფრო გაფართოებული ვარიაცია და რაღაც ერთობლიობა მოკლედ აქ იგრძნობა. ახლა გითხარით როგორ უნდა ავიღოთ ეს პირადობის ახალი ელექტრონული მოწმობა, სავალდებულოა თუ არა მისი გამოსვლა, ვისაც ვადიანი აქვს ის როგორ იქცევა და ეს დეტალები. ამ შემთხვევაშიც ისევე როგორც ჩვენ ბიომეტრიული პასპორტის შემთხვევაში ვისაუბრეთ და გქონდა ამაზე საუბარი, არც პირადობის ელექტრონული მოწმობის შემთხვევაში არ არიან მოქალაქეები ვალდებულნი გამოცვალონ ძველი ახლით, იმ შემთხვევაში თუ კი მათ დოკუმენტებს აქვთ მოქმედების ვადა.
ასევე მნიშვნელოვანი მესიჯია, რომ საფასურების არც ერთ შემთხვევაში არ შეცვლილა. ისე იგივე სტანდარტით არის, იგივე მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტები სრულიად განახლებული არის ტექნოლოგიური თვალსაზრისით და საერთაშორისო სტანდარტების უახლესი სტანდარტების შესაბამისია, ეს საფასურს არ შეხებია და არ შეხებია იმას, რომ დოკუმენტი იყოს მაინც და მაინც აუცილებლად გამოსაცვლელი. სანამ აქვს მოქმედების ვადა, რა თქმა უნდა, შეგვიძლია, ყველას შეუძლია ძველი დიზაინის დოკუმენტებით ისარგებლოს, რადგან ისინიც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი იყო თავის დროზე და ახლაც ასეა. თქვენი უწყება გამორჩეულია იმით, რომ მთელი საქართველოს რეგიონებში ქსელურად აქვს ოფისები, ვიზუალურადაც გამორჩეული ოფისები, რაც საგულისხმოა და ელექტრონული ახალი მოწმობის მიღებისთვის რეგიონიდან ალბათ თბილისში ჩამოსვლა არც იქნება, ხო, საჭირო? არა, რა თქმა უნდა, დოკუმენტის გამოსაცვლელად დაინტერესებულ პირებს სურვილის შემთხვევაში შეუძლიათ მიმართონ საქართველოს მასშტაბით არსებულ 125-ზე მეტი იუსტიციის სახლს, მობილურის იუსტიციის სახლებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს, ასევე ჩვენ სააგენტოს აქვს ძალიან მოქნილი დისტანციური სერვისი, რომელიც საშუალებას იძლევა დისტანციურად გაკეთდეს განცხადება ონლაინ ნებისმიერი წერტილიდან. და რა თქმა უნდა, საზღვარგარეთ არსებულ აკრედიტებულ დიპლომატიურ საკონსულო დაწესებულებებშიც შესაძლებელია განცხადების ჩაბარება. პირადობის მოწმობის გამოსაცვლელი. მოკლედ უკვე ვისაც უნდა პასპორტთან ერთად შეუძლია ელექტრონული პირადობის მოწმობაც განაახლოს. დიახ, სავალდებულო არ არის, მაგრამ სურვილის შემთხვევაში შეუძლიათ, რა თქმა უნდა, მოგმართონ და მიიღონ ახალი თანამედროვე გაყალბებისგან დაცული სანდო დოკუმენტი. გასაგებია. მადლობა სტუმრობისთვის. თქვენ და თქვენი თაობის კოლეგები, ვინც ახლა მუშაობთ იუსტიციის სამინისტროში, ნუ რაღაც ნამდვილად ისტორიულ მონაკვეთზე ხართ, იმიტომ რომ თქვენი უწყებისთვის ეს ორი დოკუმენტი ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქაღალდია ჭყალებში, რომელიც როგორც აღნიშნეთ, ყოველთვის და ხშირად არ იცვლება და ალბათ თქვენთვის სასიხარულო უნდა იყოს, რომ სწორედ თანამშრომელთა იმ თაობაში ხარ, რომელსაც მოუწია ამ ცვლილებაში მონაწილეობა. თქვენი სამსახურისთვის ეს ვიცი რომ საკმაოდ მოცულობითი საქმის შემდეგ უკვე დამაგვირგვინებელი ელემენტია და კარგია რომ ჩვენ ზოგადად ჩვენი პასპორტის სიძლიერე თქვენი გაუახსენეთ და სხვა ქვეყნებში მოგზაურობის თვალსაზრისით ერთ-ერთი გამორჩეულია და ძალიან ბევრი სხვა ქვეყნის მოქალაქეც ვიცი ისურვებდა ამ შესაძლებლობის მქონე პასპორტს და მისი ვიზუალიზაციით გამდიდრება უსაფრთხოების ელემენტებთან ერთად ერთიორად ალბათ ღირებულს ხდის ამ დოკუმენტს. მადლობა კიდევ ერთხელ სტუმრობისთვის. რადიო მედიის მენელს შევახსენებ, რომ ჩვენ სტუდიაში სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს მასპინძლობდით. თამთა ფეთვიაშვილთან ერთად ვისაუბრეთ ახლა უკვე პირადობის ელექტრონულ მოწმობებზე, რომელთა გაცემაც დაიწყო. მანამდე შეგახსენებთ, რომ ჩვენ საუბრობდით საერთაშორისო პასპორტებზეც, რომელიც განახლდა და ახლა ფაქტობრივად ერთი ვიზუალური კონცეფციის მქონე პასპორტი და პირადობის მოწმობა გვექნება და როგორც ჩვენ მასტუმარმა აღნიშნა, სავალდებულო მისი გამოცვლა არ არის, ვისაც პარათის გამოცვლა არ გინდათ სანამ ვადა აქვს, შეგიძლიათ რომ დაიტოვოთ და ვინც ისურვებთ გამოცვლას, როგორც სტუმარმა აღნიშნა, ფასები ზუსტად იგივეა და იდენტურია როგორც ეს იყო აქამდე. მადლობა, ვინც გვიან შემოგვიერთდით, შეგახსენებთ რომ სტუმართან ჩვენი დიალოგი რადიო მედიის Facebook გვერდზე აიკეთება დროებით.